Ჭევრუნდებით პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია მეცხრე არხი პროკურატურას მიმართავს ტელეკომპანია ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიებას ითხოვს ამასთან დაკავშირებით სარჩელის ტელევიზიის ადვოკატმა სერგი ჯორბენაძემ პროკურატურაში უკვე შეიტანა 2012 წლის 9 თებერვალს ბათუმის პორტში ლიტური კომპანიისგან შეძენილი და ექსპერტიზაზე შემოწმებული ტექნიკა შევიდა პორტში ტვირთი 5 საათის განმავლობაში იყო გაჩერებული რის შემდეგაც ტექნიკა დაზიანებული აღმოჩნდა 2012 წლის დასაწყისში მეცხრე არხმა განახორციელა მოძრავი სატელევიზიო სადგურის იმპორტი. აღნიშნული საქონელი საქართველოში შემოდიოდა ლიტვიდან. საქართველოში, კერძოდ ბათუმის პორტში, საქონლის შემოტანის თარიღია 2012 წლის 9 თებერვალი. სანამ აღნიშნული საქონელი საქართველოში შემოვიდოდა, ლიტვაში გაიარა მან ექსპერტიზა შემოწმება, რომელსაც დადასტურდა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი იყო წესრიგში, ანუ ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველოში ბათუმის პორტში 2012 წლის 9 თებერვალს შემოვიდა, აღმოჩნდა განმეორებით ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, რომ აღნიშნული საქონელი არის დაზიანებული. მეცხრე არხს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეაქვს განცხადება კონკრეტულ საქმეზე შესაბამისი გამოძიების დაწყების კუთხით.